ამ დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები მოიწყო. გორში მთავარ მოედანზე წარმოდგენილი იყო თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი სამხედრო აღჭურვილობა. აღსანიშნავია, რომ გორელებს 26 მაისი მიულოცა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და შიდა ქართლის გუბერნატორმა სიმონ გულედარმა. სულიად საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების და თავისუფლების დღეა. დამოუკიდებლობის დღე არა მარტო ისტორიული თარიღია, არამედ ჩვენი გმირების თაგაჭირა და ჩვენი მომავლის და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღის მომავლის იმედი. დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თავისუფლებისკენ ისწრაფების გამოხატულებაა. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენთაგანი გავერთიანდით და მივიღეთ ის, რასაც ქვია დამოუკიდებლობა. დღევანდელი დღე ასევე გვახსენებს, რომ სამშობლო მხოლოდ მიწა არაა, იდეა, მამული, ენა, სარწმუნოება, რაზეც დგას ჩვენი ქვეყნის სულიერი ძალა. კიდევ ერთხელ მინდა მივლოცო სულიად საქართველოს დღევანდელი დღე, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. მიულოცავ დღევანდელ დღეს, უსურვებ საქართველოს, რომ იყოს კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო დამოუკიდებელი, უფრო სუვერენული. დღეს არაერთი გამოწვევა დგას, თავისუფლების მოპოვება თავისთავად არის რთული ამოცანა. თქვენ იცით, რომ საქართველოს დაჭირდა დიდი თავგაწირვა. Კიდებლობა ეს არის კონკრეტული შედეგი ერთი მხრივ, თუმცა მეორე მხრივ არის პროცესი თავისუფლებისთვის ბრძოლის და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროს აქვს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი. იგი ასოცირდება, რა თქმა უნდა, 26 წლის 26 მაისთან, 1918 წლის 26 მაისთან დამოუკიდებლობის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტთან და ჩვენ მაგალითად საკანონმდებლო მაცნიც სპეციალურ გრაგნელზე გეგმავს ამ დამოუკიდებლობის აქტის დაბეჭდვას, სადაც პირდაპირ იქნება მითითებული სახელმწიფოს სუვერენიტეტის შესახებ, დამოუკიდებლობის შესახებ. სულიად საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე თითეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა, განსაკუთრებით ჩვენთვის, სამხედროებისთვის. 26 მაისი ჩვენი გამარჯვების დღეა, ერთიანობისა და საერთო სახალხო იმის დღე. დღეს აქ წარმოდგენილია თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშა ტექნიკა, артиლერია, კავშირი გამონობა და საინჟინრო შეიარაღება. ასევე წარმოდგენილია ჯარისკაცის ინდივიდუალური აღჭურვილობა. ბედნიერი ვარო აქ ხედავ ოჯახებს, შვილებით რო გვაქვს შესაძლებლობა მომავალი თაობა დავაინტერესოთ სამხედრო საქმით და ქართული ჯარი შევაყვაროთ. ქართული ჯარის საზოგადოებაში დიდი ინტერესით სარგებლობს. ეს ყველაზე თვალსაჩინო, ეს სიყვარული ჩვენ გვაძლიერებს და გვაძლევს мотивაციას კიდევ უფრო თავდადებით გვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ვილოცავ დამოუკიდებლობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ერთად შევეკებებით ამ დღეს. ვილოცავთ დღევანდელ დღეს შვიდობა გქონოდეთ, რაც ყველაზე მთავარია და დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინოს და ჩვენი მომავალი იყოს ბედნიერი. პირველად ვესწრებით ესე და ემიგრაციაში ცხოვრობთ და ძალიან გვიხარია, რომ დღეს აქ ვართ და ბავშვებთან ერთად გამოვედით და ვესწრებით ამ დღეს. ძალიან რასთან ასოცირდება თქვენთვის? თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან, რა თქმა უნდა. რასთან ასოცირდება ეს? ქართულ სოლიდარობასთან, დამოუკიდებლობასთან, საქართველოს ერთიანობასთან. კომანიულოცავთ ჩემი ეთერის საშუალებით. რა თქმა უნდა, მიულოცავთ ერთ საქართველოს შიდა ქართლიდან მრავალი დღე აღენიშნოთ. მიულოცავ, რა თქმა უნდა, ყველას სულით, გულით, სიყვარულით, ყველას ულოცავ დიდ პატარას. მეთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენიერი საქართველოს, სულიად საქართველოს. ბედნიერი ყოფილიყო და ლამაზი მომავალი ქონდეს აი ჩვენ პატარებს. შეგახსენებთ, რომ გორში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება 21 საათზე გალა კონცერტით დასრულდება.